ესაა კადრას. აი აქ. მგონი ეგ ნაწილი შუაში უნდა დაამაგროთ. აი ასე. ოჩახ ჩემო სიცოცხლე. ოზან ხედავ რა ჭკვიანი ბავშვია. მამიკოს გავს და იმიტომ. ჩემი ლომი. ამ დროს ვინ უნდა იყოს? არ ვიცი, გავაღებ. როია, რა ხდება? ბატონო ოზან. კარგი როია, შვიდად. ოზან, რა ხდება? არ ვიცი. მოიცადე, სახლში შევიყვანოთ. კარგი დამახმარე. ფაილები მე მქონდა ვიფიქრე სასწრაფო იყო და გჭირდებოდათ. არა უშავს. მოკლედ გზაზე ჩაფიქრებული მოვდიოდი და მანქანა ვერ შევნიშნე. უცებ დაამუხრუჭა, მაგრამ მაინც დამარტყა. ვიცი რომ ჩემი ბრალი იყო. მძღოლსაც იგივე ვუთხარი ძალიან შეშინებული იყო, მაგრამ მე ვარ დამნაშავე. მადლობა ღმერთს გადავრჩი. რატომ ეჩქარა როია? დილით უნახავდი. ადე კემედი ექიმთან წავიდეთ. არა ბატონო ოზან, არ მინდა შეგაწუხოთ, მართლა კარგად ვარ. თავი დავარტყი, მაგრამ არ არის საჭირო. ამ დროს სახლიდან ვერ გამოგიყვანთ. როია რა შეწუხება? თავი დაარტყი და ექიმმა აუცილებლად უნდა გაგსინჯოს. როია, წავიდეთ. მიდი. კარგი, მაშინ წავიდეთ. ოზან დამირეკე. კარგი დაგირეკავ. ხომ ვამბობდი, კარგად ვარ მეთქი. არ იყო საჭირო თქვენი შეწუხება. აბა როია. კარგი რომ მოვედით. ახლა შვიდად ვიქნები. ახლა გამახსენდა. მთელი დღე საქმეები მქონდა და ჭამა დამავიწყდა. ალბათ ამიტომ დავკარგე გონება. რა სამობ როია? ასე როგორ შეიძლება? აქ ერთი კაფეა და წავიდეთ. წამოდი შეჯამე. არ არის საჭირო. სახლში წავალ და რამეს მომამზადებ. როია. ნუ არ თულებ. თორემ ისე ვაბად გახდები, წამოდი. ყველა ჩემთვის არის დაგავებული. არ იღებს. მართალია. მის ადგილას არც მე გიპასუხებდი. დედა, ხომ გეუბნებოდი. უდანაშაულო ვარ მეთქი 46 ჯერ დავრეკე. დღეისთვის საკმარისია. ხელი გამიშეშდა. ნუ ნებდები. არ გაბედო. 1000 ჯერ დაურეკე თუ საჭირო იქნება, მაგრამ ეს გოგო შეირიგე ეკო. რა ვქნა დედა არ გამომდის. არ მირეკდება. წავედი ჩემს ოთახში. არა. რა? ეგ შენი ოთახი კი არა, ჩვენი საკუჭნაოა. მომერთო. ჩემი ოთახი საკუჭნაო დაქციეთ. კარგი რა დედა. რა საკეთებ? ხილი მინდა. ეს ჩვენი ხილია. ჩვენი ხილი. თუ რამე გინდა წადი და შენს ცოლთან ჭამე. დედა გეყოფა რა? რა საკეთებ? ტელევიზორის ხურაბაც აკრძალულია? რატომ არ გესმის? ადამიანურად არ გიხსნი? აქ ყველაფერი ჩვენია, ჩვენი. შენი არა. თუ ტელევიზორის ყურება გინდა შენს ცოლთან წადი. ოჩახ დედა, ოჩახ. გაოცებული ვარ, თურმე როგორ ყვარები ვართ. მეგონა ჩემი ბედნიერება გინდოდათ, მაგრამ თურმე სად ვარ? მხოლოდ ჩემი სახლიდან გაგდება იყო თქვენი მიზანი. ბრავო. ხო, მართალი ხარ, ასეა. მაგრამ შენი სისულელეების გამო ასეთ რძალს ვერ დავკარგავ. გეყოფა რა დედა. როცა მე ვნერვეულობ ჩემს ოჯახზე, ამ დროს შენ მიმატებ. მეც აღარ შემიძლია ვნებდები, ისედაც ბევრი პრობლემაა სამსახურში. უამრავი პრობლემა. რა პრობლემა? ხო, რა თქმა უნდა. ჩემი გაგდებით ისე ხართ დაკავებულები ყველაფერი დაგავიწყდათ. ეს ნორმალურია. იცოდი ახლა ჩუსტით გცემ. რაზე ლაპარაკობ? კრედიტორები მოვიდნენ ფირმაში, მაგრამ თქვენი ერთადერთი პრობლემა ისევ მე ვარ. ბრავო. კრედიტორები? დედიკო, უთხრა პატარა ალიმ. მინდა რომ გავიზრდები, მამას დავემსგავსო.
რა თქმა უნდა საყვარელო, როცა გაიზრდები, შენც მამასავი დიდი და ძლიერი იქნები. ჩემი სიცოცხლე. გისმენ დედა, ეს რა? კომპანიაში კრედიტორები მოვიდნენ? რა ხდება? მშვიდობაა? ეკო ყველაფერს რატომ გიყვება? არ მინდოდა გენერვიულა და ამიტომაც აღარ გითხარი. რა მოხდა? ერთი ოჯახი არ ვართ? ყველაფერს მე რატომ მაძერთ ამ ოჯახში? ნეტავს სულელი არ იყო. დედა არ ინერვიულო. მე და ოზანი ყველაფერს მოაგვარებთ, გესმის? ოზანი როგორ არის? შოქშია, მაგრამ სანერვიულო არაფერია, მივხედავთ. დამალაპარაკე. რაღაც საქმე აქვს, სახლში არ არის. მერე დაელაპარაკე, კარგი? კარგი, კარგი დედიკო, მიდი არ ინერვიულო, გოცნი. მიდი დედიკო, იცოდი არ ინერვიულო, კარგი? კარგი. როია, მართლა როგორ მშერიყობილ ხარ? შეხედე, ყველაფერი შეჭამე. მართლა ძალიან მომშივდა. ახლა შევნიშნე. თქვენს გეჭამათ რამე. არა, მე მადა არ მაქვს როია, შენ ჯამე. ბატონო ოზან, ამ სიტუაციიდანაც იპოვეთ გამოსავალს. მე თქვენი მჯერა. ამჯერად ყველაფერი ასე მარტივად არ არის. დღეს ოფისში მითხრეს, რომ ბევრჯერ გამოსულხართ კრიზისული მდგომარეობიდან. ყველას ძალიან უყვარხართ და თქვენი სჯერათ. მეც მჯერა. თქვენში ეჭვი არ მეპარება. კომპანია ნულიდან შექმენით. გთხოვთ, ნუ გავიწყდებათ ვინ ხართ. იმედია არასდროს დაკარგოთ. მართლა ასე ამბობენ ოფისში. ხო, ყველა ამაზე ლაპარაკობს. სასიამოვნო ამის მოსმენა როია. ეს კომპანია ჩემი ოცნებაა. ადამიანი კი ოცნებაზე უარს. ასე მარტივად ვერ ამბობს. აბა? შენ რა გინდა? რაზე ოცნებობ? ჩემი ოცნება? უბრალოდ მინდა კარგად შევასრულო ჩემი სამუშაო და არ გამაგდოთ. არა, ამაზე არ იდარდავ. ამაზე ჯერ არ ფიქრობ. ძალალ გადავიხდი და მალე დავბრუნდები, კარგი? კარგი. მშვიდობის მაო, ადრე მოსულხართ. არის რამე ახალი მუსა? რა სიტუაციაა? არც ისე კარგი. სიტუაცია გართულდა. ფირმები რეკავენ არ ჩერდებიან. ვაკავებთ, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ვიცი მუსა, ვიცი. კრედიტ ოფიცერს ველაპარაკე. მერე? ასეთ მდგომარეობაში კრედიტს ვერ მოგცემენ. მეც ეს არ ვთქვი. ერთი ინვესტორია დაინტერესებული ჩვენით, მაგრამ ერთ კვირაში უნდა შეხვედრა. რა ერთი კვირა, ერთი წუთიც კი არ გვაქვს. ძმა ვიქნებ, ასიას დაელაპარაკო. არა. საკითხი დახურულია და აღარ გახსნა. ძალიან გთხოვ. კარგი. კარგი ძმა. შენ რას უყურებს რა? აქციების ფასებს ოზან. ყოველ წუთს ეცემა. რამე უნდა მოვიფიქროთ. ბარიშ, დილამშვიდობის, მე მელოდებოდი? რა გჭირს? ვინ რა დაგიშალა, კარგად ხარ? კარგი, დამშვიდი, ახლავე მოგიყვები. მე თვითონ დავიზიანე თავი ოზანს ყურადღება რომ მოექცია. შენ რა, გაგიჟდი? რას ნიშნავს თავი დაიზიანე, რას ამბობ? შეიძლება გავგიჟდი, მაგრამ იმუშავა. როგორც კი ოზანმა დამინახა, მაშინვე სახლში შემიყვანა, იცი? გუშინ პირველად ვივახშმეთ ერთად. ისეთი კარგი იყო. ყოველდღე უფრო და უფრო ვუახლოვდები. როია ცეცხლს ეთამაშები. ეცეკვები ამ ცეცხლს. შენ რა მართლა ვერ ხვდები? ვერ გავიგე ამ კაცი რა იპოვე. შენ ლამაზი გოგო ხარ. თუ ირგვლივ მიმოიხედავ, მაშინ დაინახავ რომ
ბარიშ, როცა ირგვლივ ვეხედები, არაფერია რაც მინდა. ოზანი ერთადერთი ოცნებაა. როია ყოველდღე ატყუებ რა მოხდება თუ ოზანი გაიგებს რომ სწავლას თავი დაანებე თუ გაიგებს რომ შენი სივი ყალბია რას იზამს როგორ უნდა გაიგოს? არავის არაფერი უკითხავს. დილიდან რატომ ძაბავ ვერ გავიგე? ყველაფერს მივხედავ, შენ არ იდარდო. ჯობს მითხრა შენ რა დაგემართა. არ მოგითხო რა მოხდა? გუშინ ბიჭებთან ერთად პაკეტი გავგზავნე ყობელი კი ფულს მთავს როგორმე უნდა მოვაგარო ეს პრობლემა ბარიშ, ფული არც მე მაქვს, თორემ მოგცემდე, ხომ იცი? არა, ამიტომ არ მეთქვამს უბრალოდ ჩემს პრობლემას გიყვები მე მივხედა ყველაფერს რამე გამოსავალი უნდა ვიპოვო გასაგებია. ძალიან მეწყინა მართლა. მე ვილაპარაკოთ, კარგი? ახლა მაგვიანდება კომპანიაში უნდა წავიდე. კარგი დროებით. კარგი დიდი მადლობა ფირმასთან მოგვარდა პრობლემა ცოტა დროს მაინც მოვიგებთ კიდევ რამდენ ხანს გავაგრძელებთ ასე ბატონი მონტაზი გავს გისმენთ ბატონი მონტაზ გამარჯობა ოზან შენთვის კარგი ამბავი მაქვს ინვესტორი გიპოვე რა? მართლა? რა კარგი ამბავია ასეც ნუ გაგიხარდება ცოტა რთული ადამიანია მაგრამ თუ დაარწმუნებ მაშინ შენს პრობლემებს მოგვარებს ყველაფერს გავაკეთებ ბატონო მონტაზ რაც არ უნდა რთული იყოს ვინ არის? ვიცნობ ამ ინვესტორს? არა, ჩვენი სექტორიდან არ არის ტრადიციული ადამიანია და თხოვნაზე უარი არ მითხრა ოჯახური ბიზნესი აქვს შენზე ვუთხარი ისიც ვუთხარი რომ ცოლთან ერთად მუშაობ და ძალიან მოეწონა თქვენი გაცნობა უნდა კარგი რა თქმა უნდა გავიცნობთ მაგრამ იცით ბევრი დრო არ მაქვს იქნებ შეხვედრა დავაჩქაროთ შუა დღეს გაწყობთ რა თქმა უნდა კარგი არ იდარდო ახლა ვედაურეკავ და შეხვედრას დავგეგმავ დეტალებს მოგწერო არავითარ შემთხვევაში არ დააგვიანოთ პუნქტუალური ხალხი ძალიან მოსწონს კარგი ბატონო მონტაზ არ იდარდოთ დროულად მივალთ მართლა დიდი მადლობა ამას არასდროს დაგივიწყებთ დროებით ოზან რა მოხდა რა გითხრა? მოემზადე შეხვედრაზე მივდივართ ჩემო ყვავილო, ჩემო ვარდო ყოველ დღე ვტირი დღეს სევდიანი მაქვს რა უნდა ვუთხრა გულს ჩემო სიყვარულო რა ხდება? ლექსი დავწერე შენთვის არ მოგეწონა? როგორი იყო? ეკრემ რამდენი ლექსიც არ უნდა დაწერო მაინც არაფერი გიშველის ჩემო ყვავილო კარგი რა როგორ იქცევი? როგორი იფიქრე რომ გიღალატები? ეს ხომ შეუძლებელია გამოდი და ვილაპარაკოთ არ გეცოდები მაინც ვიცი რომ გულის სიღრმეში გიყვარა გამოდი და გიმღერებ კიდეც უილად გაწვენდი დივანზე ჭკუა მაინც ვერ ისწავლე ამაზე მანამდე გეფიქრა სანამ მიღალატებდი არ მიღალატია გეფიცები მე უდანაშაულო ვარ არ მიღალატია რა ხდება აქ მეზობლის ბიჭი მოვიდა მოღალატე სიძე ახლა ვედაიკარგი აქედან და დედა შენთან იმართლე თავი დედა ზუმროთ ერთი წუთით წადი მეთქი ჩემო ყვავილო ამ კომპანიაში შენს გამო მუშაობ ხომ იცის როგორც მეტყვი ისე მოვიქცევი თუ მინდა ახლავე წამოვალ სამსახურიდან მაგრამ ახლა ცოტა რთული პერიოდი მაქვს აჯარი მებენ და არ ვიცი ასეთ დროს როგორ მივატოვო რა? ჯარიმა კომპანია? ხო შვილო ჩემი დირექტორი დედა ზუმროთ დამშვიდდი გამიშვიდ გამატარეთ ეს რა ბედნიერი წყვილი უნდა ვიყოთ
ეს კაცი დიდ ყურადღებას აქცევს თურმე ოჯახურ სიტუაციებს. კარგი ოზან დავიღალე, მე რამდენად მეუბნები. რამდენჯერ გვითამაშია ბედნიერი ოჯახის როლი. შენთან ამის გაკეთება ძალიან რთულია. შენთან არის რთული. ჩემ გარა გინდა. ნუ მაჩხუბებ. სულ მინიშნებებით რატომ მელაპარაკები, ნერვებს მიშლი. ეს რა იმაზე არ გიფიქრია, ესე რატომ მოვიქცევი? კარგი ოზან გაჩუმდი, აღარ ვილაპარაკოთ, ძალიან გთხოვ. ისმენ დედა. შვილო, ჩვენი დინასტია ინგრევა? გარეთ დავრჩებით, ვიშიმშილებთ, გავიყინებით. დედა დამშვიდდი. რა? რას მეუბნები დედა? შვილო, ღარიბები ვიქნებით? მითხარი, მოუკვდები და დაუბრდებით? ეკო მუთხრა ყველაფერი. დედიკო, მოდი დამშვიდდი. ასე არ მოხდება. ახლა გზაში ვართ, ინვესტორი უნდა ვნახოთ. ყველაფერი მოგვარდება. შენ ამაზე არ ინერვიულო. კარგი საყვარელო. ანუ ჩემი პატარების გაყიდვა არ მომიწევს. დედიკო, ემედი არა. ახლა უკვე გზაში ვართ. შენს პატარებზე მე რა ვილაპარაკოთ, კარგი დედა? მოიცადე შვილო, არ გამითიშო. იცი რა? ყველაფერი ერტენების გამო გვემართება. როდესაც ცოლად მოიყვანე, ბონუსად მიიღე ვალებიც. ერტენების წყევაა. დეიდა ზუმრუთ, გამარჯობა, მეც აქ ვარ და ყველაფერი მესმის. გაჩუმდი. ნუ ერევი, როცა ჩემს შვილს ველაპარაკები. კარგი დედიკო, კარგი, წავედით. დროებით. კარგი საყვარელო, კოცნი. კარგი, გათიშე. არა, უნდა ვაკოცო. ერთი სიტყვაც არ გითქვამს ჩემს დასაცავად, ყოველთვის ასეთი იყავი. რა უნდა მეთქვა? შენ რა დედა ჩემს არ იცნობ? ეს უკვე დაიზეპირი არა? ყოველთვის ასე იმართლებ თავს. რა ვქნა, დედა ჩემი ასეთია, რა ვუთხრა? რა გაცინებს? არაფერი. უბრალოდ ერტენების წყევლაზე გამისინა. უსერწყვილო კაცი ხარ. კარგი, კონცენტრირდეთ. შეცდომები არ უნდა დავუშვათ. კარგი. არ დავიკარგოთ, ნავიგატორს ჩავთავ. ეს რა პუნქტუალური კაცია და არ უნდა დავაგვიანოთ. კარგი, არ დავაგვიანებთ, დამშვიდდი. აქ მარჯვნივ შეუხვიე. არა, საწობია. მოკლე გზით წავალ. ოზან, რატომ იქცევი ყოველთვის შენებურად? შენი გზები კარგად ვიცი, ყოველთვის ვიკარგებით. მარჯვნივ საწობია ეს რა. საათობით მოგვიწევს დგომა. აქ ასე აჩვენებს. ნახე, იცი ეს რა არის? ნავიგატორი, რომელიც გზებს გვასწავლის. რატომ არ უჯერებ? იმიტომ რომ მარჯვნივ საწობია მეთქი. ოზან, მარჯვნივ გაუხვიე. კარგი ეს რა, კარგი როგორც იტყვი, კარგი. მიდი შეუხვიე. კარგი, ვუხვალ. დამშვიდდი. ოჩაღეს რა. ბრავო. აი ნახე სად მომეყვანა. იდეალური გზა არის. ითხარი რომ არ უნდა დავაგვიანოთ. ოზან, მე ხომ არ შემიქმნია საწობი. მაგრამ შენ მომიყვანე აქ. მე არა, ნავიგატორმა. ამბობდა მარჯვნივ შევხვიეთო და გითხარი. თან ასეთ საწობსაც არ ველოდი. ავარია არა ვქნა. კარგი, მაგრამ ხომ გეუბნებოდი საწობში მოყვებით მეთქი, რატომ არ მიჯერებ? შეხვედრაზე დავაგვიანოთ. მისმინე, აჩვენებს რომ რესტორანი წინა ქუჩაზეა. მანქანით ვერ მოვასწრებთ. მართალი ხარ. მოდი მაშინ ვერტან ფრანს გამოგიძახებ და გავფრინდეთ. ინდა? აბა რა არის 2 საათი აბას გიხსნი. ოზან, რა ვერტფრენი და მანქანა. გავიქცეთ, წამოდი ფეხით წავიდეთ. რას ნიშნავს ფეხით? ჩქარა. ეს რა? გენერალური დირექტორი ვარ კომპანიაში და ნახე რას მაკეთებინებ. მართო ჩემო, ჩვენი კომპანია ინგრევა და შენ კიდევ გენერალურ დირექტორობაზე მელაპარაკები. ტვინი წაიღე ოზან. გაჩუმდი. მართალია, ჩემი ბრალია. არ უნდა წამომეყვანე. უნდა მეთქვა რომ ავად ხარ და მარტო წამოსულიყავი. გაჩუმდი ოზან, ირბინე. მიდი. ცოტა სწრაფად. მიდი. გამარჯობა. მზად ხარ? ეს რა ქარიან? წამოდი. როგორც გითხარი, გამაღიზიანებლად არ მოიქცემ. თუ შენ არ გამაღიზიანებ, არაფერს გავაკეთებ. გამახსენე სახლში მისვლისას, რომ ხელები დავიბანო ამის მერე. საყვარელო.
ბატონო ჰილმი, Geciktiniz. დააგვიანეთ. 2 2 dakika 40 წუთი და saniye 40 წამი. geciktiniz. ვიხუმრე, Şaka yapıyorum. ვიხუმრე. Hoş geldiniz. ვიხუმრე, კეთილი იყოს. კეთილი იყოს. Hoş geldiniz. კეთილი იყოს. Geçin buyurun oturun. დასხედით. Alayım mı Esra'cığım? საყვარელო. მადლობა საყვარელო. Ben მე Hilmi Sayarov. ჰილმის ერუღლუ ვარ. Bu güzel ეს შესანიშნავი ქალბატონი კი ჩემი მეუღლეა უსრიმი. გამარჯობა. სასიამოვნოა, მე ოზანი ვარ. ეს საოცრად ლამაზი ქალი კი ჩემი მეუღლე ესრა. ძალიან სასიამოვნოა. ბოდიში და გოგვიან და სტამბულის საცობები ხომ იცით? ყველაფერი წამიერად რთულდება ხოლმე. Evet. მოგლეთ მოდი, Ben პირდაპირ bodoslama საქმეზე giriyorum. გადავალ. Bakın, მე ben თქვენს sizi სექტორში არ tekrar- მუშაობ და არაფერი არ ვიცი, მაგრამ Ben toprak თქვენს adamım. შესახებ მსმენია. Ama Meta sizi öve öve bitiremedi. Bu აპლიკაციაში uygulama სხვადასხვა ekipleri ფირმებს gereksiz. ვრთავთ. Zamanında სიმართლე çok გითხრათ, takdir თუ etmiştim. პირობებზე შევთანხმდებით, დიდი სიამოვნებით გავხდები თქვენი Sizin ინვესტორი. şirkete yatırım yapmak isterim. Öyle mi? ძალიან კარგი. Yani biz de ჩვენს size გვინდა çalışmak თქვენთან isteriz. მუშაობა. Değil mi? არა ეს რა. რა თქმა უნდა საყვარელო, ძალიან გვინდა. არა საყვარლები ხართ. გეფიცებით გული ამიჩუყდა. თვალებში გეტყობათ, რომ ერთმანეთი გიყვართ. დიახ, ერთმანეთი ძალიან გვყვარს. Öyledir. ძალიან. მადლობა. Çok önemli. ოჯახი ყველაფერზე მაღლა დგას. Bu hayatta ნამდვილი bunu კაცი bile ყოველთვის konuşuyor. ხვდება ამას. Bakın siz მე de როგორც bizim გავიგე, gibi თქვენ ერთად birlikte მუშაობთ და ეს çalışıyorsunuz. ფაქტიც Her ძალიან konuda მომეწონა. Biz de aile şirketi. ჩვენც ოჯახური კომპანია გვაქვს. თანაც სხვა სვის უნდა ენდო, თუ არა საკუთარ მეუღლეს, ხომ ასეა? Aynen öyle. მართალი ხართ ბატონო Benim ჰილმე. mesela bu ამ dünyada ქვეყნად en ყველაზე güzel მეტად şey ესრას ვენდობი, ერთმანეთისგან არაფერს მაღავთ. Hiçbir şey ასე არ არის ეს რა. დიახ, ოზანი ძალიან საიმედოა. შეცდომებს არ უშვებს. არ იცის რა არის აგრესია. ყველა გადაწყვეტილებას ცივი გონებით იღებს. შვიდად დაფიქრდება, სიტუაციას გააანალიზებს და მერე არა საყვარელო. დიახ, რა თქმა უნდა. Aynen öyle. ჰილმი ეს ყველი ძალიან მომწონს. ბატონო მუსა, წარმატებები. მადლობა. ბატონი ოზანი, ჯერ არ მოსულა? ხომ არ იცით სად არის? ინვესტორთან შეხვედრაზე წავიდა ესრასთან ერთად. მშვენიერია. ქალბატონი ესრა რატომ წავიდა? ეს ინვესტორი ტრადიციული კაცია და დიდ ყურადღებას აქცევს ასეთ რაღაცებს. როცა გაიგო, რომ ცოლ-ქმარი ერთად მუშაობს, ორივეს გაცნობა მოისურვა. აუცილებლად გამოვა, დარწმუნებული ვარ. მგონი, დიდი ხანია ერთად არიან. Ara? ო, ბავშვობიდან უყვართ ერთმანეთი. ოცნაურია. ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობა რთული დასანგრევია. ანუ, მარტივი არ არის. ჩემი გარემოცვიდან ვიცი. რთულია ქორწინების შენარჩუნება. ნამდვილად. ახლა უნდა წავიდე. საქმე მაქვს. დროებით. დროებით. რუია სწავლა წარჩინებით დაამთავრე. მგონი არა? დიახ, და სხვა სამსახურს რატომ არ ეძებ? ბევრად მაღალ თანამდებობაზე შეგიძლია პრეტენზია გქონდეს. იმიტომ რომ ბატონი ეზანისგან ბევრი რამე შემიძლია ვისწავლო. კარგი. მე გავალ საქმეები მაქვს. კარგი. შტაბ-ბეჭდელების ქვეშ ვარ. ბევრი რამ მსმენია თქვენზე. კომპანია ნულიდან შექმენი. ნელ-ნელა დიოდი წარმატების კიბეზე და მოუკიდებლად. ეს არც ისე მარტივი ამბავია, ხომ ასეა? Öyle gerçekten. დიახ, ბატონო ჰილმე. Hiç kolay değil. იოლი ნამდვილად არ ყოფილა. განსაკუთრებით კი ესრასთვის. Hilmi Bey biz çok ბატონო genç ჰილმე, ოჯახი რომ შევქმენით, O küçücük ჩვენ evde ძალიან ben ახალგაზრდები onu ვიყავით. Esra იმისთვის რომ gecesi ჩემთვის ხელი შეეწყო, ეს რა დღე-დაღამე მუშაობდა. თანაც ორ სამ სამსახურში. Kimi მე კი zaman აპლიკაციის kimi შექმნით aynı იმდანად şeyi ვიყავი და გაუბული. Ben ვერ ხვდებოდი რამდენის გადატანა უწევდა ჩემს გამო. Kaçırdım. Çok დიდი ხნის მერე მივხვდი, რომ ძალიან რთულია ის, რასაც ეს რამ გაუძლო ამდენი ხანი. Feda etsin. Çok zor. ოზანი ძალიან შრომის მოყვარია.
თავისი საქმე ოჯახივით უყვარს და ალბათ ამიტომაც არის ასეთი წარმატებული. Belli. მართალია, Öyle olmasaydı ასეთი რომ არ იყოს ამხელა წარმატებას ვერ მიაღწევდა. Gözüm sizi çok ძალიან მომწონხართ. Siz თუ ერთმანეთს ხელს ჩაგედებთ, მან ფიქრობ ყველაფერი გამოგივათ. ოზან, როგორ ხარ ძვირფასო? რამდენი ხანი გავიდა არ მინახი ხარ? მომენატრე. İyi. მადლობა, კარგად. Filmi beyler. იცი ახლა საქმიანი შეხვედრა მაქვს. Yemek yiyoruz. კარგი, Duymamıştım. გასაგებია. Neyse. გემრიელად მიირთვით. Afiyet olsun size. hanımefendi. ეს ქალბატონი ვინ იყო? ძველი მეგობარი. ხო, მეგობარია. უამრავი მეგობარი ჰყავს, ვერც კი წარმოიდგენთ იმდენი. არ ელება ასეთი მეგობრები. სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან არიან. ხო, ძალიან ვუყვარ ვარ. რა თქმა უნდა, ოზანი ძალიან მეგობრული და მოსიყვარული ადამიანია. მისი ტელეფონი რომ ნახოთ და კონტაქტები შეამოწმოთ, დაუსრულებელი სიაა. უამრავი ადამიანის ნომერი აქვს, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. Gene de o beye ulaşamazsınız. O kadar çok arkadaşı vardır. დიახ, Ben müsaade თქვენის ნებართვით საპირფარეშოში გავალ. Müsaadesiz. Ha, İzninizle. İzninizle. რას აკეთებ? შენ რას აკეთებ? მე არაფერს. შენი როლიც ვერ შეასრულე. zaten. Bu ne ya? ეს რა არის? ყველგან ვიღაც ქალები არიან. მე მოდიან და საყვარლად გელაპარაკებიან. რა გააკეთე? შენი ბრალია ცოტაც და ყველაფერს მიხვდებიან. და ჩემი ბრალია. მერთო, ჩემი ლონდონში ყოფნის დროს ამ დროს უკმად არ კარგავდი. ოზან, ისედაც ბევრი რამ ხდება. O kadar çok şey oluyor ki. Çağlas artık temas çağlasını აღარც ვიხსენებ. bilemiyorum bile. ჩაღლას თემა დახურულია ეს რა. რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. თვალე ვიყავი, უბრალოდ დავწექი და დავიძინე. Bu kadar. რას ნიშნავს დაწექი და დაიძინე? იმ ღამიდან არაფერი გახსოვს. რანაირი კაცი ხარ? Sen ne biçim bir adamsın ya? Bak bana dua et. მისმინე, Seninle ჩემზე ილოცე რომ ჩემს როლს კარგად ვასრულებ. გულის სიღრმეში ძალიან მინდა ეგ ნიღაბით ჩამოგლიჯო. ეს ეკო ვერ მოვიშორეთ. არ შეუძლია ელიფი შემოირიგოს. დაველაპარაკე და მითხრა, არაფერი დამიშავებია, სიმართლეს ამბობს. რომ მიტყუებოდეს, მივხვდებოდი ყველაფერს. ბოლოს და ბოლოს დედა ვარ. ხომ იცი რა მიამიტია? ელიფზე ყურებამდეა შეყვარებული, ხომ იცი? ძალიან უყვარს. Ay seviyor, ხო, seviyor ვიცი ya. როგორც Yok, უყვარს Eko her ელიფი. şeyi yapar ama ეკოსგან ყველაფერს წარმოვიდგენ ღალატის გარდა. Yok, bu კარგი იქნებოდა ელიფსაც მოესმინა მისთვის. მიხვდებოდა მიხვდებოდა რომ ეკო არ იტყუება. რამე უნდა მოვიფიქროთ. ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და დაილაპარაკონ. გეგმა ამოსაფიქრებელი ზეინო. Menekşe. სწორმის სამართზე მოხვედი ჩემო მენექშე. Bak bunun tek მე bir ვიცი yolu var. ერთი ადგილი. რა? Lokanta. რესტორანი. იქ ყველა შეყვარებულის პრობლემა წყდება. ხვდებიან, მშვიდად ლაპარაკობენ და რიგდებიან. მართლა? ორივე რესტორანში უნდა მივიყვანოთ. მანამდე არ წამოვლენ, სანამ პრობლემას არ მოაგვარებენ. მორჩა. ელიფი არ მოვა შვილო. არ მოვა. Ya sen onu მაგ bana საქმეს bırak, მე Menekşe. მივხედავ Allah მენექშე. aşk olsun. არ გწვენია? ელიფს ურეკავ? Alo, bir tane. საყვარელო, რა შვები? İyiyim canım. არაფერ საყვარელო, სამსახურში მიდივარ შენ? მისმინე. Ya bir şey დიდი ხანი არ მინახი ხარ. საღამოს ჩაი ხომ არ დაგველია ერთად? რა სიტყვი? სადმე მშვიდ ადგილას. კარგი ზეინო, სიამოვნებით. სად შევხვდეთ? სად უნდა შევხვდეთ ძვირფასო? ჩვენს კაფეში. Ha. Ya yok. Ara, işte, ar minda. falan var. Eko cikneba. Ortada gerek yok. Yok kız. Ara, yok, Eko armova. akşam işi Ბევრი bilemez. საქმე აქვს. Eko gelmeyecek yani. İşim var. საქმე აქვს? Ne işi var? რა საქმეები აქვს? Allah Allah. İyi tamam. კარგი, მაშინ Ben საღამოს akşam მოვალ. gelirim o zaman. Görüşürüz. დროებით ძვირფასო. Tamam, canım, კარგი öpeceğim. საყვარელო, კოცნი. Ne işi var ya? ნეტავრა საქმე უნდა გქონდეს. Ben bilirim o işleri. ვიცი ეკო საქმეები. Hayırlı işler ekran. იოლი სამუშაო ბატონო ეკრემ. გაერთე, მიდი. ოპერაცია შესრულებულია. პრობლემა მოგვარდა. ღმერთმა ქნას. ძალიან მინდა ეკო ისე მოვიშორო თავიდან. Amin. ამინ. კექს გამოვიღებ, თორემ მიიწვავს. არა, Ne oldu რა gene? ხდება? ზუმრუტი. ზუმრუტს რა მოუხერხოთ? კარგი, შენ არ იდარდო. ამ პრობლემას მე მივხედავ. ერთგავს როგორ ვერ უნდა გაუმკლავდე. მივხედავ. ძალიან კარგი მოგვარდა. მე წავალ, მუსამელოდება. კექსი არ გინდა? არა, მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ და მაინტერესებს რა მოხდა. კოცნი. Çiçeğim. Bizim hikayemiz
hikayemiz bu Hilmi Bey. მართალი ხართ ბატონო ხილმი, ახლა ერთად ატლასის გამოვართ. Onun iyiliği და için ვცდილობთ ბავშვის კეთილდღეობისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ჭაღლა სად არის? o şimdi ახლა ამერიკაში ცხოვრობს ბავშვთან ერთად. Arada da აი telefon. ასეთი ისტორია. გაგიმართლოთ კიდევ მარტივად დაუსხდით ხელიდან. Neyse. კარგი, Biz sizin მაპატიეთ რომ დაგაბნიეთ ბატონო ჰილმი. Gerçekten მართლა სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. Hayır. წავიდეთ ეს რა. Bir dakika. nereye? მოიცადე, სად მედიხარ? Birçok zorluk უამრავი yaşamışsınız. სირთულე გადაიტანეთ, Ama მაგრამ böyle ya da მაინც böyle ერთად ხართ. yine bir aradasınız. ამას მნიშვნელობას რატომ არ Önemli olan da ანიჭებთ? bu değil mi? Aynen მართალია. Hem bütün ყველაფრის zorluklara მიუხედავად rağmen ერთი ayrı ოჯახი olmayı გახდით. Bence ჩემი აზრით Sovyet ესეც kızının თქვენი sayesinde. გამოცდაა. Ne zaman კონტრაქტს atıyoruz სად და როდის მოვაწეროთ? რა? Ne zaman როცა isterseniz. გნებავთ ბატონო ჰილმი, Hilmi Bey, siz როცა ne zaman თქვენ isterseniz. იტყვით. O zaman მაშინ fazla უგადავდეთ. uzatmaya gerek yok. ერთმანეთს ხელი ჩამოვართოთ და დანარჩენს კი ჩვენი ადვოკატები მიხედავენ. Pişman რა olmayacağız. თქმა უნდა, პრობლემა არ იქნება. Yalnız sizden თქვენთან tek ერთი bir თხოვნა isteğim. მაქვს. დიახ, გისმენთ? En başta da მე söyledim. გითხარით რომ Ben ამ size საქმის bir არაფერი არ kere ვიცი anlatmam. და არ მინდა რომ Baştan ჩავარიო. Ama მაგრამ ძმისშვილი მყავს ერთი, ეფე. ამერიკაში მიიღო განათლება. ახლა ღანს ჩამოვიდა და ეს საქმეები იცის. შეიძლება რომ თქვენთან ერთად იმუშაოს. Sizin şirkette o bulunsa. Tabii. რა თქმა უნდა, Seve seve. დიდი Çok სიამოვნებით. seviniriz. პრობლემა არ იქნება. O zaman მაშინ hayırlı olsun. გილოცავთ. ოზან ვერ ვიჯერებ, გამოგვივიდა. შევძელით. Ya bir an dedim როგორ ya, გაგვიმართლა ეს რა. ama Esra Bey, როცა სიმართლე გაიგეს ძალიან დავიძაბე. ოზან, Bir şey soracağım რაღაც sana. მინდა გკითხო. İçeride შეგნით რაც თქვი სერიოზულად ამბობდი? Hani წარსული რომ გაიხსენე, უბრალოდ თამაშობდი თუ? gerçek Martılı duygular asa mıydı, Pikrov. Yoksa rol mü yaptın orada? Rol falan. თამაში არ ყოფილა. Hepsi gerçek. სერიოზულად თუ თქვი. Hani sen hep შენ söylüyorsun. პირველივე დღიდან მეკითხები ეს კომპანია შენია თუ არა. Öyle gerçek. ასე ეს რა. Bu şirket ეს კომპანია შენი დამსახურებით შეიქმნა. ძალიან დიდი წვლილი მიგიწვის ამ საქმეში და დამიჯერე ამას ძალიან ვაფასებ. Neyse. კარგი, İyi oldu ya. კიდევ her şey კარგი bayağı. ყველაფერი გამოაშკარავდა. ზოგჯერ დამღლელია ბედნიერი წყვილის როლის თამაში ეს რა. Esra, რა მოხდა ეს რა? ne oldu? მოხდა რამე? არაფერი. უბრალოდ ჩავფიქრდი, მართლა რა მოსაბეზრებელია. Hadi daha მოდი bakalım. წამოდი. Gittik uzağa. გახსოვს მანქანას სადავდავეთ. დედა მე ვარ. კეთილი იყოს, კარგი ადამიანი ვახსენეთ და ისიც მოვიდა. რა ხდება დედიკო? ერთმანეთს გაგაცნობთ, ჩემი ქალიშვილი. სასიამოვნოა, ჩემთვისაც. ეს ადვოკატია განქორწინებაში დაგახმარება. განქორწინებაში? Ne boşanma? რატომ გადაწყვიტე დედა? შულო, ყველაფერს მოვაგვარებთ. იმ ბიჭს ყველაფერს წავართმევთ, რაც აქვს. არი დარდო, კაფესაც წავართმევთ, არი ნერვიულო და აღარ იტირო. Yok artık. რას ბოდავ დედა? Yok artık. რა? Bu biraz უბრალოდ ცოტა მიამიტია. სენტიმენტალური ნატურაა. Ya oğlu ჩემს ზევს ბიჭს არ გავს. gibi değil. მასავით ძლიერი და უყევი კლდე არ არის. რა აღარ ვასწავლე ორივე ერთნაირად გავზარდე, მაგრამ ბუნება აქვთ ასეთი. რას ვიზამთ? დედა, ერთი შვილი გამომივიდა, მეორე არა. კალბატონო, დიახ. Ya siz მაპატიეთ რომ აქ მოგიყვანეთ და დრო დაკარგეთ, მაგრამ განქორწინება არ გადამიწყვეტავს. დიდი მადლობა, ნახვამდის. İyi günler. მე მივიღე გადაწყვეტილება, სად მიდიხარ? მე არ მინდა. რას ბოდავ? კალბატონო, დაბრძანდით. კალბატონო ზუმრუთ, დავიწყო საქმე თუ არა? რა თქმა უნდა, კალბატონო, საქმე დავიწყოთ. İşlemlere başlayalım. Boşuyoruz. კარგი, როგორც იტყვით. რა თქმა უნდა, ისე იქნება, როგორც ვიტყვი. ბატონო ოზან. ბატონო ოზან. სწორად გავიგე? Evet, Rüya doğru. სწორია. ვერ ვიჯერებ. Ay inanmıyorum ya. Ay çok ბოდიში. çok özür dilerim. მაპატიეთ. Ben böyle როცა heyecanlandım ნერვიულობ, da ben არ ვიცი რას aklımda ვაკეთებ. bilemiyorum yani.